აი მე მიყვარს ესეთი ამინდი გოგოებო დილამშვიდობის. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. წარმატებული დღე ჩემ გოგოებო. გისურვებთ წარმატებულ დღეს. გიას ველოდები. გამოვა ახლა ფოსტაში მივდივართ. აურა კარგი ამინდია ღმერთო, ჩემი ამინდები დაიწყო, როგორ მიხარია. როგორ მიხარია თქვენ ხო არიცით? გადაიარა ამ წვიმებმა. მოვისვენეთ. გიას ველოდები ფოსტაში ვარ მისასვლელი, არ ვიცი ამანათი მიწერს რომ ჩამოვიდა, მესიჯი არ მომსვლია, მაგრამ ნახოთ ერთიაბა, მაინც მივირბენ. უკან არ დააბრუნო, ნამდენი ხანია ველოდები და ესეთი ამბები, კარგი ამინდები დაიწყო. საყიდლებზეც გავალთ, ამანათსაც ვნახავ, თუ არის ჩამოსული. მერე მათ სკოლაში წავიყვან. გაჩედი ახლა რომ გადაგიღო. დამაზო. ერთი სიტყვით რა. საათი აქ კიდე გასაკეთებელი გიას და მაგაზეც მინდა ჩასვლა და ვნახოთ. ვნახოთ იქნებ ჩავიდე, ელემენტი აქ გამოსაცვლელი. ხოდა მანდ დაიგვიანა. მოდის. გამარჯობა. ვარშიქცია. არა, კარგია, მიდია ახლა მაგას აპარაკობდი, ჩემი ამიდები დაიწყო მეთქი, გია. ძალიან მიხარია რა, ძალიან. როგორც იქნა, ოი აქ, მამა და გადამივიდა. როგორც იქნა. აბა სად მივდივართ, ხა მითხარი, ჯერ პოსტაში? თუ ჯერ მაღაზიაში? ჯერ პოსტაში მივდივარ და მე როქან გამოვლაზე. აი. როგორ არა, აუ ეხლა თან როგორი ბალახი იქნება იცი გია ატენის ხეობაში დამოსული. თან გზაც ხო კარგი. ხო, ეხლა არის კარგი. ეხლა არის რა, თორე მე გადაიტრუსება იქაურობა. ხო, ეხლა. ხო და ის არის ხოლმე. ბალახი არა. ასე რომ მოგვიწევს დასვლა იქითაც. ჩვენ მხარეში. კი კაცო, საკმარისი ხა შორი არ არის. 40 წუთში გორში ვართ ხოლმე და და იყოს ჩამოსული როგორ გამეხარდება. წესით უნდა იყოს თუ არა. ხო,
იქ დამიწერა საიტზე, რომ თქვენი ამანათი არის ადგილზე საქართველოში. ხო და SMS-ი არ მომსვლია, გია. მართლე რომ დარე კვარშელი უნდა თბილათური. ჯობია, იმიტომ რომ მე მაგ თანჟანეტო ბლოგზე გაკეთებული ეგ და 2 ლარს ვიხდი მაგის გულისთვის ხომე ის უფასო არის. 2 ლარს ვიხდი, რომ ჟანა გვიმრაძეზე არა მაგ და იქნება ეგეთი ემაილი. შევქმნა და გავაკეთო რა. ხო. არა, მოგეძლე როგორ ვიწე ახლა იშვიათად ვიწე და. ხან YouTube-ის ის არის აკაუნტი, მაგრამ ხო, არა, უბრალოდ რაღაც ჩასწორებებსაც დრო უნდა ხომ ეგანა 2 ლარი კი არ არის პრობლემა. რაღაცნაირად იქ დამაყოვნებე ხოლმე რომ ჩაასწორონ და თან 2 ლარს მოხდეინებენ. შენ საათიც მივიდით, სად იცი მე საათი? მე ვუყიდე საათი ისე მიყვარს და რაღაცნაირად აითვალწუნა. რა ქვია და იგითხე? სეიკო. და აითვალწუნე. ეს ძვირი მივეცინა. ყველაფერს ხო სეიკო საათი უყიდე, თან ძალიან ძვირიანი და ის კი არა რა ქვია. უბრალოდ რო აწერიათ ხომ. აითვალწუნა. ზაფხულში. ჟავი ფერის ამაჯურით მომწონსო. ახლა მეუბნება. ფერის ამაჯური კი არ მომწონს. ანუ ახალი უნდა უყიდო. შავი საათი მინდა. შავი ფერის საათი? შავი სამაჯური, შავი საათი. მე მომწონს და გიხდება ეს ფერი. ცოტა დიდი გააკე, ეგ შეგიძლია და ვაპატარავ. მე ზაფხულში რო გიჩერს ეგ. მე საერთოდ არ მიყვარს საათი, გოგო, ზამთარში არის ცივი, ზაფხულში არის მძიმე და ცხელი. ამიტომ მე საკომფორტის მოხარული გოგო. ამიტომ საერთოდ არ მიყვარს საათი. და საერთოდ რა, არაფერი არ მიკეთია. საათი გახდა აქსესუარი, რომ ტელეფონებში გვაქვს საათი და საათი ვიღაო. ხო რა, მართალია. ეგეც მართალია და სამაჯური ყოველთვის უფრო მიყვარდა საათს მიჩი. ფიქრობს შავ საათს სამაჯური ხარ ვიყიდო რა. სამაჯური ვერცხლისა მაშინ. არა. რატო? ტყავი გინდა? ტყავი? ხო, მე რა. ეკლესიური კიდე მაშინ კი. ო, ძიმია და ტყავი კიდე სუბუქიც არის და. ეკლესიაში ვიყიდოთ მაშინ. ჯვრები რო აქვს ხოლმე. ხო, ეგრეთით შეიძლება. ძალიან ლამაზებია ეგენი. ცოტა ეს ტყელი ლან ეს ტიწური. ხო, რა სიტყვით აბა გოგოებო. ძალიან მშვენიერია. რა. ეგეთი. აი, ცირანაირ მომწონს ჟანა. ტყავი როა. და რაღაც დეტალიც რო არის ვერცხლისა, ან ეს ვერცხლის ფერი რაღაც ან ჯვარი რა. მე ეკლესიაში უნდა ნახოთ კი. შესაკრავიც რო ის არის. ვერცხლისგან. თუ არა ის პოინტში ნახოთ მე თუ ვერ ნახეთ ეკლესიაში. აი, ტყავის საფუძვლები და ისინი. ხო, ისეთი როგორიც შენ მოგწონს თუ არის. გია მიყიდა. აი რო გავთხოვდი მაშინ ისეთი ლამაზისად. გახსოვს გია? ბუნდოვნად. ვილი ქონდა. საათში. ძალიან ლამაზი იყო თვლებით, ნუ მაშინ მოდაში ეგ იყო ახლა. ეგეთები და ეგეთი საათი მიყიდა, რავი ვერ ვიხმარებ. იმიტომ რომ საათი არ არის ჩემი. სამაჯური კი. არა სამაჯური ოქროსი დავკარგე. დღესაც ვნერვიულობ მაგაზე. გამიცდი რაღაცნაირად. ნაჩუქარი იყო თან. ერთი თვეც არ გქონდა მე. ისეთი გოგოს ნაჩუქარი იყო, რომ ძალიან ნერვიულობ მაგაზე. მაგრამ არა უშავს, ნამდვილად დავკარგე.
ციპოვაკია. ალბათ საჭირო იყო იმას ეპოვას. რა ვიცი. როგორ მაგაჭირებულმა იყო. საჭირო შეიძლება. იყიდა მაგის საფასურად. რა ვიცი. შეიძლება. მე ძალიან გული მეტკინა. პოლიციის უფროსი ადგილზეა და მოადგილი არა. ზაზარ არის მოსული. რა. მოვედით ხო? ვნახოთ. ერთი რა ხდება? სკამზე ჩამოვჩვენი. დავისვენე. პოსტა გოგოებო, ესეც ჩემი პოსტა. აი აქ მომდის ყველაფერი ხოლმე, რასაც ვიწერ. ორი პარკი მოვიტანე. ეხლა ნახოთ გოგოებო, რა ვიყიდე ზუსტად 40 ლარად. ეს არის პარკალი. აი ცუთხარი პატარებიანი ჩემეთქი და როგორ შესძლო იმ კალმა. აი ეს კარაქი. ეს ორნაბიჯი დანარჩი. ბანანი. ხახვი. არაჟანი. მაკარონი. კინძი. ეს ჩემი კამფეტი. მარნეულის ტომატ პასტა. კვერცხი აუცილებლად და 2 ცალი პური. აი ეს ყველაფერი იყო 40 ლარის. 40 ლარი და არა 40 არა 42 ლარის. მოვედით სახლში გოგოებო. ეს ჩემი ძმარი გადავწული ნახეთ როგორი კარგია. დავუწეთ ხლა ამის დალევას ნენელა მე. აი ნახეთ როგორი ფერი აქვს ნახეთ საყვარელი. ხო და როგორ აკეთებო ძმარსო? გუშინ დამწერეს კომენტარი. ჭრი ჩავალაგებ 3 წლიან ბანკებში მქონდა ეხლა. იმიტომ რომ არ მაქვს ახლა დიდი ჭურჭელი უფრო დიდი არ მაქვს რა და 3 წლიან ბანკებში მქონდა, არა 1-3-იანი იყო 1-2-იანი. და გორში რო გავაკეთე, იქ უფრო მოზრდილ ჭურჭელში მქონდა რა და მეტიც გამოვიდა. მაგრამ არა უშავს, ესეც ძალიან კარგია, კარგი ხანი მეყოფა ნახეთ. დავჭრი ვაშლს, ჩავალაგებ ჭურჭელში, მერე ვამატებ თაფლს, რამდენიმე კოვს, რა ვიცი 4 კოვზი, 5 კოვზი, დავამატებ თაფლს და დავასხავ წყალს. დავდგავ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ბნელ ადგილზე და დრო და დრო, რავი 10 დღეში ერთხელ მოვურებ ხოლმე. თვითონვე ვაშლი რო დაბლა ჩავა და ანუ ჩაწვება დაახლოებით 2 თვე სჭირდება რა მაგას. მერე უკვე შეგიძლიათ გადაწვროთ. ეს კიდე არის ნახეთ. ეხლა მასაც დავაცდი. რო დაწმინდავდეს ეხლა ხო აინყურა. ანუ რო გადავიდე სხვა ბოთში ხო აინყურა. დავაცდი ამას კიდე დაწმინდავდეს და გადავწვრა. მაგასაც რა თქმა უნდა. გოგოებო მე ადამიანია ყავა. ჩაი დავლიე. მაგრამ ყავა მინდა. აი ესე ვაკეთებ ვაშლის ძმას, ძალიან მარტივია და რავი, რამდენჯერმე უკვე გავაკეთე. ეს ჩემი რეცეპტი ეს არის. აქ სმაროდინის კამპოტი გაყინული მქონდა ნინო მომცა და მოვხარშე. ნახეთ.
გუში მოხარშეს. არა ეგ ვისუნდა, მე არ მინდა ნამდვილად და გიაკიტალებს ისე. ესეთი ამბები, გოგოებო, დღე დაიწყო მშვენივრად. ძალიან კარგად. ხალხი არ მოგოკლოს გოგოებო ღმერთ. ყველას გვიხარდეს. და ვიყოთ ბედნიერები. ეს კიდე არ გამოილია ესე კი ეს შინაც დავლია ყოველ დღე სვავ არ გამოილია ყოველ დღესაც არა ბოლომდე უნდა დავლიო ჩემმა ექიმმა რომ დამინიშნა იყო საჭირო ეს თორე დამინიშნდა ჩიყვისა Все. А пускай морак тут. Бананы. Да, теперь бананы мак. А? Ძლივს გავთბი. ესე იგი რა, ძლივს. სუციოდა. დადგა ზაფხული. ესე იგი, დილიდანვე როცხება. მე მიყვარს. დილიდანვე როცხება. მოადგები და უკვე როცხება. ძალიან მიყვარს. დაიწყება ახლა ივნისიდან. გეთი დღეები დილიდანვე როცხელა. ჩემ ხასიათზე ძალიან მოქმედებს გოგოებო ამინდი, არ ვიცი რატომ, არა ესე ვარ მე. ყველაფერი მიხარია, როცა თბილა. ყვავილიც მაგ დროს მინდება, რომ მოვიტანო სახლში, ვიყიდო. რავი, ყველაფერი მაშინ მიხარია, გასვლა, გამოსვლა, რო იღვიძებს ბუნება. მაგ დროს ეხლა წევარმე და გიარულაპარაკობდით, ძალიან მინდა მეც წავიდე ბორჯომისკენ. ბორჯომისკენ კი არა, ბოშურისკენ. ატენში. ატენი ბოშური, მანდეთ. ჩვენი მხარე, სადაც ვცხოვრობთ. ჩამოვიდე. იმიტომ რომ ამ დროს არის ძალიან კარგი. მანდ წასვლა. ხასხასა მწვანე ბალახი. და მე მთა უფრო მიყვარს ისედაც ვიდრე ზღვა.
თან მიყვარს მთა დინარესთან. რას მიჩვენია? ამას ვიდულობდა ყველა გამწონი. მარტომები არა. ჭეფიც. მაშიც მარიკო გორდო ყველაფრისთვის არის კარგი. ვისთვის არის ეგონი. ეგეთი კომენტარიც მომივიდა. აი ყველაფრისთვის. აბალანსებს ორგანიზმში. ნივთიერებათა ცვლილებას და ყველაფერს, რა ვიცი, არ კარგია. ხვალიდან დავიწყებ ამის დალევას. იმას გადავწუდა. ეს ძალკე მიქნება შენახული და 1 კოვზი 200 გრამ წყალში გახსნი და დალევ აი ამით ეღონდ კბილებს საფრჭებს გოგოებო ისე. ასე. ისე დავდე. ძალიან კარგი დასალევია სასიამოვნო. არ გეგონით რომ ცუდი დასალევია. წავედი გაკოცეთ. მიყვარხართ წარმატებული დღე და